აბა პირველი რაიდი ცოტა გრძელ მანძილზე. ჩემი ახალი აწყობილი სკუტერი. შაბათი დილა არის. აი ესეთი იდეალური ამინდი გვაქვს. და განწყობათ იმისა, რომ ერთი სრული რაიდი გადავიღოთ. წერეთელზე დავასრულებთ ჩვენ რაიდს. წავალ სანზონით. ორიოდე სიტყვას ვიტყვი. ამ სკროლზე, ელექტროსკუტერზე. ანუ ძველი სკუტერი. ეხლა ქარიქრის დაიმედია. ხმას ჩაიწერს. ანუ ძველი სკუტერი 35 ამპერიანი ბატარეით ქონა და ჩემი დაუდევრობის გამო გავაფუჭე. ანუ წყალში ვატარებდი, წვიმაში ვატარებდი და მეგონა რომ ბატარეაში არ შედიოდა და თურმე ძალიან ცუდად იყო, ასე რომ ვთქვათ, შეფუთული. აწყობილი იდეალური იყო, შეფუთული იყო ძალიან ცუდად და შედიოდა წყალი. და ანუ დაზიანდა. მერე გამოწერე 60 ამპერიანი ბატარეა, მაგრამ 60 ამპერიანი ბატარეა ძველ ეგრეთ წოდებულ მაყალში, მაყალს ეძახიან, სადაც ბატარეა იდება, არ ეტეოდა. ამიტომ ახალი მაყალი გამოუწერე. მერე ბარე მივაყოლე ახალი სახსრები, ახალი ღერძი, ახალი რული და მთლიანად ახალი სკუტერი ავაწყე, ეგრე გამოდის რა. უბრალოდ საბურავები და არა, საბურავები არა. ძრავი
და კონტროლერი. ძრავი და კონტროლერი იყო თავის. ავაწყე ესეთი მშვენიერი სკუტერი. რა თქმა უნდა, ჩემი რაიდერი ძმებიც დამეხმარნენ აწყობაში და ერთად ავაწყეთ და გამოვიდა იდეალური. ეხლა ერთი პატარა პრობლემაა გადასაჭრელი, უკანა მხარე არის ცოტა აწეული და მაგის მოგვარება ძალიან მარტივად ხდება. უფრო დაბალ ამორტიზატორს დავაყენებთ და ყველაფერი გამოსწორდება. ეს ორიოდე სიტყვა. ჩემ სკუტერზე მაქსიმალური სიჩქარე 110 კმ/სთ სიჩქარე, მაქსიმალური განმავლობა 150-დან 180 კმ-მდე. 120 კმ შერეული მოძრაობით უკვე გავლილი მაქვს და დატესტილიც მაქვს და ვიდეოს TikTok გვერდებს. ეხლაც მესამე სიჩქარე თვლი და ვნახოთ. რამდენს გავივით, მაგრამ მე ეკო რეჟიმით აუცილებლად დავტესტავ და ვნახავთ. აი ყოველთვის ყველას ვაფრთხილებ ხოლმე რა მაქსიმალური ყურადღება როცა სკროლით გადავაადგილდებით ელექტროსკუტერით უბრალოდ სკროლი ეს ადრინალინო შემორჩენილი არის მაგრამ ელექტროსკუტერი არის აი მაქსიმალური ყურადღებით როცა რაღაცა მანევრის გაკეთება გვინდა ან ასე ვთქვათ, მანქანა შემოდის, გაჯვარედინია, ძალიან ყურადღება, აი მაქსიმალური და რაც თავარია, თავის მოტრიალება არასოდეს დაგვეზაროს რა. ეხლა მე სარკეები არ მიყენია, სარკეები უნდა დავაყენო აუცილებლად. ან წინა სკუტერზე მეყენა და მინდა ისეთი სარკეები, რომ ანუ იდეალურად ჩანდეს. ანუ თლიანი არეალი რომ ვაკონტროლებდე მაქსიმალურად თელს სივრცეს, იმიტომ რომ მაგის გარეშე არ შეიძლება. თქვენივე უსაფრთხოებისთვის ამიტომ თავის მოტრიალება არ მეზარება ხოლმე. ნუ სარკეები როცა მაქვს, მაშინაც არ მეზარება. ძალიან მაგარი ამორტიზატორები მიყენია ეხლა. ეხას ფირმის. ძალიან მაგარი ამორტიზაციაა. წითელია ვემორჩილებით წესებს.
აქ ეხლა ხელს არ შეუშლი და გავიპაროთ. მანქანები არ მოდიან. ხელს არ შეუშლით. მე აუცილებლად გადავიღებ ამის სრულ განხილვას და უფრო დეტალურად მოგიყვებით აი ამ სკუტერის შესახებ. და უფრო გაგათვიცნობიერებთ მეგობრებო აი ამ სკუტერის შესახებ. აი ესე მაგიტუა მეტი ყურადღება საჭირო ხო შეიძლება მოხოვის მაჩვენებელი ჩაერთო არა აჰა დაგუკეტა გზა მეც ამასაც წავიდა ან ავარიული ჩართე ან მოხოვის მაჩვენებელი ჩართე უფრო მარტივია მაგიტო ვიძახი ძალიან დიდი ყურადღება არის აუცილებელი რა შეიძლება ბევრი მძღოლი არ გაგითვალისწინებთ ზოგადად რო იცოდეთ. ამიტომ თქვენ უნდა იყოთ ყურადღებით. აი თქვენ უნდა ხვდებოდეთ რას გააკეთებს მძღოლი ამ შემთხვევაში რა აი. უთმობდა გზას და ვერ მიხვდა. ეხლა მე მართვის მოწობაც მაგ და აი სკროლს ვცილობ ისე ვატარო როგორც მანქანა რა, აი როგორც მანქანას მართავ ხოლმე ისე ვიცავ მოძრაობის წესს. ანუ პირველ რიგში ჩემივე უსაფრთხოებისთვის ვაკეთებ ამ ყველას. ხანდახან ესეთი მანევრებიც კარგია ხოლმე. პატარა საქმე გვაქვს. ძალიან მაგარი შედეგია და კიდევ აი ძალიან მაგარი არ მეგონა მაგრამ 60 ამპერი არის თან 2000 ვატიანი ძრავები არის ნომინალური აქ ცოტა მაღალი ვატობის ძრავები რო იყოს შედარებით ცოტა ნაკლებს გაიგოს ცოტა ბევრით არა ცოტა თან 100-იანი სლიკები მიყენია
სლიქ საბურავები. ძალიან რბილი არის. აი ძალიან რასაც ქვია. მანევრი კიდე ძალიან მაგარი აქვს. აი მოსახოში შესვლა გინდა, გამოსვლა გინდა. მიუხედავად იმისა, სკუტერი არის 64 კილო. ადრე იყო 52 კილო, ზეთ ასხმული რომ მქონდა ხოლმე რაღაცეები და ეხლა გახდა 64 კილო. კაცი არ შევაშინოთ. მე ერთი პატარა ასე რო თქვა გეგმასავით ამბობ. უნდა წამოვიდე სოფლიდან ქალაქის მიმართულებით. ჩემს ახლამდე არის 140 კილომეტრი. და ერთი პლუსი ის არის რომ ცოტა დაღმართები არის და დამეხმარება. მიუხედავად იმისა, დაღმართიც რო არ იყოს, თქვა ბაკერო იყოს რა. არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ ცოტა მაღლა არის ზღვის დონიდან 1200 მეტრზე არის. და ასობით დიდი ალბათობით ვერ ავალ. იმიტომ რომ თუ აქედან ავალ უნდა ვიარო 25-ით და ეკორეჟიმი დავიტანჯები და იქიდან შედარებით დაღმართები არის, რა თქმა უნდა ვაკეც არის, აღმართიც არის, მაგრამ მესამე სიჩქარით რო ვიარო, ასე რომ ვთქვათ 50-60-ით აუცილებლად ჩამოვალ თბილისამდე. თან ძალიან მარტივად. ეგ ალბათ მაგას ზაფხულისკენ ვიზამ ყველა შემთხვევაში. ზაფხულში გავაკეთებ მაგ ამბავს. ისე რომ იქიდან რო წამოვალ, კაი ამინდი რო დაემთხოს რა. და ვნახავთ. 140 კილომეტრს როგორ გაივლის ჩვენი სკუტერი. ავარია გზაში რამე ჩეპი არ მომიხდეს. არა მომზადებული ვიქნები ყველაფერზე. ყველაფრისთვის. და კაი გამოწვევა იქნება ასე რო ვთქვათ რა. და მთელ გზას გადავიღებ რა თქმა უნდა. იქიდან ზოგ მომენტს დავაჩქარებ, ზოგ მომენტს ამოვჭრი. რა თქმა უნდა ხანდახან გავჩერდები ხოლმე, მოგაწვდით ინფორმაციებს. წერეთელიც გავიარე და აგლაძეზეც ჩამოვედით.
всё, დავამთავროთ მეგობრებო დღევანდელი ჩვენი რაიდი. ესეთი იყო პირველი. მე რა თქმა უნდა კიდე ბევრს შემოგთავაზებთ აუცილებლად. საერთო რაიდიც გვექნება. საერთო რაიდსაც გადავიღებთ. ბევრი ასე რომ თქვა სამომავლო გეგმა გვაქვს, ისეთ შორ მანძილებზე გვინდა წასვლა. იმიტომ რომ უკვე საშუალება არის. და რა ვიცი. მოკლედ ეს არის და ეს. აბა ეხლა დაგემშვიდობები დროებით და მე რა თქმა უნდა კიდე გაგიზიაროთ ხოლმე ბევრ კარგ და საინტერესო ვიდეოს. აბა წარმატებას გისურვებთ ყველას.